ჩვენ არ მოგიყვებით ამბავს თბილისისა, ამბავს მისი ლამაზი ბაღებისა, მისი უბნებისა, ბევრი ლამაზი ქუჩაა თბილისში. მაგრამ ვისაც კი არ უნდა ჰკითხოთ, ყველა სიამოვნებით მიგითითებთ ჩვენს ქუჩაზე. და იცით რატომ? იმიტომ რომ მას ამშვენებს სახლი ნომერი 10. სამოცდაშვიდი კაცი ცხოვრობს ამ სახლში, დაწყებული მოხუცებიდან გათავებული ძუძუმწოვარ ბავშვებით. აი ხომ ხედავ, ნაირ-ნაირი ხალხი ცხოვრობს აქ და ყოველ მათგანს თავისი საზრუნავი აქვს, თავისი სიხარული ახარებს. ახალგაზრდობა ახალისებს აქაურობას და ნუ გაგიკვირდებათ თუ მათაც თავისი თავსატეხი გასჩენიან. დღე იწურება, შრომით დაღლილი ნამაგარი მცხოვრებლები შინ ბრუნდებიან. ამ სანდომიან ჭაღარა მოხუც ზურაბ ქადაგიძე 60 წლის წინ აკრებული ჰქონდა ეს ეზო. მეზობლებსა და თვითონ მშობლებსაც კი ეგონათ, რომ ყაჩაღი გამოვიდოდა, მაგრამ მოტყუდნენ, იგი პროფესორი გახდა. მამიკო, დიდ ველოსიპედს მალე მიწევდი. მოგენაცვალე. იაიციდორე, სანაპიროს მიდიხარ? ცოცხალს და შემოიყვან, ბიძიკო, ცოცხალს! მამიკო, ასე სპერო სამი მესაჯარი მე? უფრო მაგრა, გენაცვალე, უფრო მაგრა. აი ჩვენი ფილმის გმირები. მაგრამ ამ ხიჟინში და ორონტრიალში მათი გამოცნობა არც თუ ისი ადვილია. აი, შალვა ცოხნია, მას ასე იმიტომ ეძახიან, რომ ჭამა უყვარს, ღორმუცელაა. აი, ფედია გაბუბიატოი. ოჩა ბესაძე. ეს კი ჩვენი მთავარი გმირი დათო კელაშვილია. ყველა ესენი ჩვენი ეზოს ბიჭებია და ერთ სკოლაში დადიან. ეს პატარა გოგონები ხედან თავისთვის და ყოველ კაცს ცხოველს ან ფრინველს დადარებენ. სხვების რა მოგახსენოთ და ჩვენი ფილმის მთავარ გმირს, ქალაბიჭა ციცინოს, თხას რომ ამსგავსებენ, ეს კუდრაჭები როდი ცდებიან. ესმით, მეოთხე სართულზე ვიღაც მღერის. ეს ჩვენი გმირის, ვაჟა თაბაგარის მამაა, განთქმული მომღერალი. ყოველი მშობელი თავისებურად ზრდის შვილს, ვაჟას მამას ვერ წარმოუდგენია მის ერთადერთ შვილს უარი უთხრას რამეზე. ვაჟას კი გონია, რომ მამამისი მუდამ ასე იმღერებს და შინ მუდამ ბედნიერება და მხიარულება იქნება. ახლა ქვემო სართულზე ვსტუმრობ. ჩვენი ეზოს ბიჭებს თავი მოაქვთ, რომ ავტოქარხნის მუშა კოტე გურგენიძე მათი მეგობარია.
ხედავთ, კოტეს შინ არ არის. არა უშავს, მოვა და მაშინ გავეცნობ. კოტეს გვერდით, დეიდა მინადორასთან წყნარი გოგონა, უდედმამო მანანა ცხოვრობს. სალამი, დეიდა მინადორა. სალამი. მანანა სად არის? ეზოშია სამუშაო. გმადლობ. აი, მანანა. არაფერია მეზობელო. თუნდაც შეშინებულხარ. გამარჯობა. გამარჯობა მანა. საით მიდიხარ, ბიჭი, საით. ბაბა თეიმურას შეწყვეტა მიდიორ სახურავზე. ხილად იყავით, თავს არაფერი აუტეხოთ. მანანა. თქვენი ლიფტი არ მუშაობს? მანანა. როგორ შეიძლება ფორმა ხომ აქვს მტრედი? აი უკვე როგორ ჭამს? ლალი ვარდალო, ლალი ვარდალო, ლალი ვარდალო. ჩვენი დაფრენებიო, კარგზე კარგებიო, ვერაც მოლებიო. ბიჭო, გუშინ სტადიონზე ერბის ისეთი თეთრი მტრედი ყავდა რომ ჩემ თვითონში არ ვინახია. თავზე აი ამ ხალხს შორი ქონდა. ლალო. სულელ. მტრედის ყიდვა ვის უნახავს? კარგი მტრედი, სადაც არ უნდა გაუსვა, მაინც სახში დაბრუნდა. მოდი იცი რა ვქნათ? იმესთან ამ მტრედის კვერცხები ვიშოვოთ. ჩვენ ფრე ჩავლოგოთ ბუდეში. სულელი ამხელა გათქვა. ასე ძირი რა მოგივიდა? ერთი ამანაც გააჭირე რა საქმე. მანანა! ეს დეიდა ვასასია. მეზობლები მას ვასასი მანუჩაროვნას და ჩვენი ეზოს ინ ჭორდიუროს ეძახიან. ვის გამგონია ასე მუშაობ? კოტეს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რაც ეცხლიანთო მანანას გულში. ღამეს მისდევდა საათი საათ. მანანა კი ელოდა მისი სანატრელი კოტეს სამუშაოდან როდის დაბრუნდებოდა. აი მისი ფეხის ხმა.
მანანამ შვიდად იძინებდა. კოტე ახლა შინ იყო. ის ახლოს იყო. ისი ახლო, რომ მის სუნთქვასაც კი გაიგონებდა, მათ შორის ეს კედელი რომ არ ყოფილიყო. Agmiri, samba como sia, muadre spiri, 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 muadre spiri. Akla uda vaja, karta lopneta, mitri samiani, arvini gaimeta, arvin gaimeta. Sasini gocha, risonda satini, meti sotni sagan, nalgo viakvini, spiri. Nado viacini Sotlia salva, discos mudam sia Prela supil sopnes, ansirato fia Ratom, ansirato fia Parlalali, parlalo, parlalali, parlalo Parlalali, parlalo, Parlalali, parlalo, parlalali, parlalo Parlalali, parlalo, Parlalali, parlalo, parlalali, parlalo, parlalali, parlalo, parlalali, parlalo, parlali, parlalo, parlalali, 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 parlalo. Moments. Wait there. Kılç makçıldı Moments. Ay. Wait there. Kılç. To čaka parežno. Oita tehi. Maşare. Ama çemi. Ara. Ay. Papirossetები? Ora, ხლიავ საბჭამ. რა შენი საქმეა? გაიარ. ზარა, ჩემთვის სულეთია. მეტი ჩარა. იზეთამა, თქვენი და ბიჭებთან უკან ეზოში პაპიროს ეწევა. Papirosის გაბოლებაც ძვირად დაუვიდა და ამის შემდეგ კარგად ხანს მათ ეზოში სათამაშოდ აღარ უშვებდნენ და ეს ციცინოს ბრალი იყო. საკმარისია, ეზოში გოგოების ცივმკივილი ატეხილიყო, ყველა მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს დათო თავის მაბიჭებით ციცინოს და მის სამხანაგებს უსწორდებოდა. ბიჭებო, მოდი ციცინოს აუნდო.
არასოდეს დათოს გულს ათი აჩქარებით არ უდგერი. არ საწახვიდე შვილი. საუზმე მძადა. მეჩქარება ბებო, მეჩქარება. აბა მანდ მოგიტან გენაცვალე, მან. გვიანობით, როდესაც კოტეშინ ბრუნდებოდა, ოთახი დაალაგებული ხვდებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისთვის ასე თეი და მინადორა სრულნავდა. აკანდი სათხა. მე რა რომ ბევრს მუშაობ. გადამე ცოტა საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ხომ ხედავ სულ სახში ვზივარ. შენკი კაცი ვერ გნახ. საინტერესოა სად დაიარები სამსახურის შემდეგ. რაო? დამშვიდდიო. რა დამშვიდებს, როცა არც დღე და არც ღამე სახში არ ახარ. შენ გონია მე ცოტა საქმეს ვაკეთებ, არა? სამსახური? ოთახების დალაგება? სადილების გაკეთება?
მართალია. სადილებს ჯერ არ ვაკეთებ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ ნამდვილად მეკეთებინა. ჰა? მე ოთახს ვალაგებ. მადლობთ, მანან. აი, უკვე თითქმის ავალაგებ. აი. გონალდა დაღლილი ხარ. დასვენება გესაჭიროება. მოიცა, მანან. ჩემს ოთახს. თუ ყოველთვის თქვენ ავაგებთ. ხო. არა. ისე. ხანდახან. რატომ მოხდა ასე ადრე? დღეს პირველ ცვლაში მუშაობ. შემეშალა. მანან. მანან. მანანა, მოდი შვილო, ეს ძაფია მიგე. შვილო, რა მოგივიდა? ბედნიერი ვარ. ბედნიერი. დადგა გაზაფხული, დაიწყო გამოცდები. ჩვენი ეზოს ბიჭებისათვის ეს უკანასკნელი გამოცდები იყო. ასე თუ ისე ზოგით უღლუტობით, ზოგით წარმატებით უახლოვდებოდნენ სანეტარო დღეს, საშუალო სკოლის დამთავრებას. აივისი შვილია ეს ყმაწვილი.
საგანოლო ბავშვობის წლებმა ჩვენი ბიჭები გაიზარდნენ. სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მშობლებისაგან საჩუქრად კოსტუმები მიიღეს. იო, პარვე. მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ დღეს პირველად გამოვიდნენ ეზოში, არა როგორც მოწაფეები, არამედ როგორც მომწიფებული ვაშკაცები. თამრიკო, იცი რა? ეხლა ჩვენი დათო სულ სხვანაირია. ჩიჩინოს ვატყალები და აღარ ატყალები. თითქოს ჩიჩინოს სხვანაირია. რატომ სხვანაირი? აბა მისაიდან ხედავ ეს ვაშკაცი, ბუზათაც არ გაგდებს. შენსკენ არც კი იყურება. იბას ბატონის გამო შენ რაღაც უგუნებოთ ახლა. ვინ მას ბატონის? თვითონ არც იცის. მთელი ეს ოლაპარაკობს, რომ შენ დათო გიყვარს. შენ კი თავს იკატუნებს. დათო, მოდი. დედა რას ხედავ შემცვალე? დედა. ეფუგვები რას იცინოდი? იცი რა? ასე მეუბნეოდი, შეყარებული ხარო. იგი ყავს. ვინ? საიდუმბოა? ვაშა. ვაშა? ხო, ვაშა. ვინა, დაიჭი მორცი. დაიჭი? რატო? განავაშა თუ დიბიჭია? ვაშა. აჰა, დაიჭი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მომავლისათვის რას აპირებ? იცი კოდე, მე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავწყვიტე შენს. ოჩა, სალო. მე კი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ვაპირე. გამოსწება თუ არ გამჭედა. კარგია, ძალიან კარგი. თქვენ რაღაც აპირებ? ჯერ ვერ მიფიქრია. შენ? არც მე მიფიქრია. აბა როდის რა გინდა ტიპი? რა ვიცი? სამია. სამი! კიდევ სამი. ატესტაციც ყველა სამი. ალბათ ჩემი ატესტატი არ გამოდგება ინსტიტუტში. ეს რა, ახალი მასწავლებელია. ბიჭო სისხლი. ავო. ვეყო რა სანა უნდა გვასწავლოს. ელამდე ვარ თამდენი სწავლით. მადლობ. ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მოვულით. შენ ისწავლულო, აბა ერთ ცხვირი მოიხოცე. ეცენა, კაი გომართლა. ბიჭებო, რა უნდა მეთქვა თქვენთვის? არ წამოყვალთ ჩემთან ქარხანაში. შენთან ქარხანაში? ხო. რა გეკნის ბიჭო? სამუშაოზე მოგაწყო. ჯერა თქმა უნდა შეგიძლიათ ოსტატთან სანამ ისწავლეთ. შემდეგ სამთროში იმუშაებ. თუ გინდა სასპორტო წრეში მიიღებ მონაწილეობას, ფეხბურთი, კრივით, თუ გინდა ისწავლი კიდევაც საინჟინროს დაასრულე. ეს უბრალოდ საქმე როდია. აბა, კარგად იფიქრე. ძალად გადამერია ეს ბიჭი დედაჩემ. წარმოგიდგენია, რა ცეცხლი დატრიალდება ამ ამბავს გიორგი რომ გაიგებს. მოკლავს, ნამდვილად მოკლავს. კი ნამდვილად მოკლავს და რა გაგვიშვენებს? არა, რა პირით უნდა დახვდეს მამამსა? დათო! რას გაჩიმებულ ხარ ბიჭო, მიპასუხე. გესმის დედაჩემ? არაფერი არ მესმის შვილო, არაფერი. რა გითხრა? არაფერიც არ მეხარ. მერთო შენ გვიშველა შეგისაფები. ვაიმე, მგონი გიორგია. არაფერი არ უთხრა შვილო. სადილობამდე ნუ რაფერს ეთქი, ცუდვა, კაცი. კარგი დედაჩემ. ვაი. ამბარია? არაფერი თავის გიბა. ამბარია. გამოხლებით აღარ მეთქვი ხალხო ამბარია. დედა! ედა სადა? აქ შვილო, აქ, მაგრამ ვაი ამ ყოფნას.
წრები რომ ვიყოთ ისაჯობია. აო, დათო. დათო სადღა? დათო. აკავარ мама. მადლობა ღმერთ. შვიდობა ყოფილა. შვიდობა ყოფილა. ახლა. იცი რაც აპირებს შენი სანაკებო შვილი, იცი რაც აპირებს. შენ თვითონ მოისმინე შენი ყური. კიდევ კარგი რომ აპირებს და ჯერ არაფერი დაუნგრერიათ. შეხეთ, იცი რა გამომიცხადა შენ მას სანაკებო დადო. იცი რა გამომიცხადა შენ მას საყვარელმა შვილმა. რაო? რა მინდაო? სოლის ერთას ხომ არ აპირ? არაფერი, მამი. სოლის ერთას მინდა ეს. ახლა გაყურებინებს ეს. არა, იმიტომ დავამთავრებინე ასლები რომ შამუშა წასულიყო. არა, დედა ჩემო სულამეძომ გადაგირია შვილი. სულამ დაწყლილი ეს ბრალია. მაინც რა მინდაო თამარ რა? რაო? შამუშა თუ ნაბიმუშაო. სწავლა აღარ მინდაო. ათო. აჯიკი ბიჭო მართალია რასაც ამბობ დიახ მამա აჰა მოჩეთ იცით გადასწყვიტე შვილო დიახ მამა ხომ გითხარი მაცალე ეთილიშვილო გიორგი მომიწვიდეთ რაგი ქარხანაში მუშაობის სურვილი აქვს და ეგრე იყოს რას ამბობ გიორგი ერთადერთი შვილის პატრონი როგორ არ ხეინას ლაპარაკობ რას იზამთამა ვიცი გვარზე ხდისო ხომ გაიგონია სულ ჩემი ხასიათი აქვს და გავიწყდა ზეინკალი ვიყავი და ინჟინერი გავხდი კოჩახში მოუწოს შენი გადაწყვეტილება აი ახლა შევამოწმებთ ჰაერის ფილტრს, ბენზინის სატუმბავს და მანქანაც მზად არის. მიდი! აბა, წავედ. Tino! გამარჯობა, ვაჟა. გამარჯობა. ჩამოდი რა ჩვენ ვურთი ვითამაშოთ. ახლავე. მარტო ხარ? ბიჭები სად არიან? ფედია მეცადინეობს, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აპირებს შესვლას. კოჩა სოფელში წავიდა, შემოდგომა ჯარში მიხავს. დათო და შალვა კოტესთან არიან ქარხანაში. ასე ვთქვათ, ფულს აკეთებენ. ამო ვითამაშე. შენ რა ინსტიტუტში შესვლას არ აპირე? წელს გადაწყვიტე დავისვენო, დავიღალე. ამ ზაფხულს სოხუმში გავატარე. მამა დამპირდა, საშუალოს რო დაამთავრებ, მანქანას გიყიდიო. ხვალდით ახალ ბაგადას ეზოში შემოაგრიალე. მართლა? ვაი რა ბედნიერი ხარ, ვაჟა. გინდა გასწავლო დარება. ეგ ვის არ უნდა? მართლა მასწავლი? სიამოვნებით. აჰა. აჰა. ოჩახტინა? აა. Titino! დაიცა? Titino! დაიცა რა? ეს ერთხელ მაბატია. არა მზადა.
თავი დამანე. ასეთ რამეს აღარასოდეს მეორე არ ხმით გამოვიდა. გასცემა აღარ გაბედო. ციცინო. გინდა? მანქანას გადავაგდებ და მეც თან გადავყვები. ის არის მოგიტეხი. ჩემთვის სულ ერთია. რა გინდა რისთვის დამიძახე? რაშადი ხომ არ შეიშალე? რასი გერასიმე? რა გიმარ? ეთა რამ ხელა მანქანა? ო? ვინ არის? რატო შენ ხარ? ბიჭო ერთი კვირა დღე გაქვს თავისუფალი და ისიც სხვას უნდა მოახმარო. რა გაუჭირდა გერასიმეს იმის პასი შენ არ გაკეთებინო დედანჯღრეული მანქანა. უმჯობესია ციცინოსაც მიგეხედა. სულ თავგზაუბნია იმ წეულმა ვაჟა. მე რა შვაში ვარ დეიდავასა. დედა რა შვაში ვარ. მთელი ეზოლაპარაკობს ციცინოს უყვარ. შენ დანახვაზე ელეთ-მელეთი მოძი. შენ ვითომ ბაიბურში არ ხარ ხო? რა მოაქვს მანქანა? დედა მიშველე. გასკდა თქვენი თავს. შეხედე. გასო, იცი რა კარგად ვატარებ მანქანას. არა ვაჟა? კარგად ატარებ ციცინო, მაგრამ არც მასწავლებელია დასაწვე. დასაწვე რა გეკნებოდა რომ სწავლობდი ან მუშაობდი. და კუჩებს ყულა უბრალოდ აღმად არ სკეპნიდე. ჩემი საქმე მე ვიცი, ბიცოლავასაც. ბიცოლაო? ვირა, შენი ბიცოლა. ირა მაზდიშვილი გამომეცხადა. ბიცოლა, ხულიგან. რა დაგიშევეთ, ხალბატონო ასასი, რა სმერჩი? იმას გერჩი რომ ზარმაცი ხარ, ბედოვლადი. მეზობლებს არწყვეტ. რა შაციები ხარ, ამ პატიასთან გოგოს, რა სერჩი? ჩემგან რა გინდა დეიდავასასი, მე რა შუაში ვარ? ახლა ამის დეიდას გავდი, შეხედე. იმას გერჩი რომ ჭუითი ხავი. ხომ იცი რა სამეზურში ხდება, ყველაფერი მე მეკითხება. შეგონია ვერ ხედავ? ბრმა ხوارავა რო ვერ ხედავდი. თუდივით რო დაგდეს ეს ვაჟბატონი. ითხარი ხო გეუბნება, უშედეგო ციცოცხლე არ შემიძლია. ყველა ასე ლაპარაკობს, ყველა. მაგრამ სიყვარულით სტარიკასი ჯერ არ მინახავს. გაწყდა მაგათი სისინა. მომიცი აქ. შეხედე დათო, შეხედე. მე მაგათთვის კარგი მინდა რომ უჭკობი თავი არ წააგოთ. ესენი კი თუი ჭორიკანას მეძახია. ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავდატანი. დიუბეთი. დღეს კარგი ამინდია. ხო, კარგი ამინდია. ერთის მითხარი. იმ გოგოს რას ჩაციები ხარ? მე არავისაც არ ჩავწვევი ვარ. ციცინომ თვითონ თქვა, დარება მასწავლეო და ვასწავლე. თუ არ გჯერა წაი და კითხე. აბა მოშორე მანქანა. აგი სოხუმში მივდივარო. რატომ არ წახვედი? სოხუმში? ო. წავალ. მოდი. რა? მოდი. წავალ რა? შვილო გოჩა. აი ხვალ შენ უკვე ჯარში მიდიხარ. ჩვენც აქ შენს გასაცილებლად შევიკრიბეთ. დღეს სიყვარულით ვიგონებთ შენს ბალღობას, ჭაბუკობას, ანცობას. შენი ცელქობით ჩვენ ეზოს მუდამ ახარებ. მართალია, 1-4 ჯერ ურთით პანჯარა ჩამიმტრიე და შენზე დღემდე ვალად 200 მანეთი და 5 შაურია. მაგრამ არ გეგონოთ შეგარჩინო. რა თვითონ გოგობრებ გადავახტებინო? არა. მაშ გენერალი რომ გახდები, მაშინ გამოგართო. რომ იცოდეთ შვილებო, როგორ მიხარიან დღეს თქვენთან ერთად სუფრასთან ჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი ეზო შვილები, ჩვენი ქვეყნის მომავლის იმედები ხართ. ამიტომ ერთგულად უნდა ემსახუროთ მას. აი კოტე, ძველი მუშა, მანანა მას ქარხანაში დაიწყო მუშაობა. შედია ინსტიტუცია, მალე ინჟინერი იქნება. შალვა და დათო ხომო, დიდი გამომგონებლები არიან. ესა ბიძები. ციცინო, მართლა, სად არის შენი ციცინო დათო? ციცინო მალე მოვა ბიძეგია. გამადობა დამაიცა, გადაუკვიეთ ცოტა შორს დავიდი, მაგრამ მაპატიეთ შვილებო, სიხარული თუ არ მწვრავი სიხარული. შვილო გოჩა, კეთილი იყოს, შენი პირველი ნაბიჯი, ჩვენი სამშობლოს სამზაკუნში. მოდით გაკოცო.
რიგითი ჯარისკაცი გოჩა აბესაძე მზად არის კოცნისათვის. რამ შვენიერი ამინდია. დათო. ხო. ოჰო. გეყოფა? ადიქი. დღეს რომ პირა დღეა. გეყოფა ამდენი მეცადინეობა. დადი გაისიერნი. ჩემი ბაშკა. შეგაშინეთ მარა გამოს. გამარჯობა ციცინო. გაგიმარჯვეთ. სად დაიკარგე რამდენი ხანია არ მინახე. ქარხანაში მუშაობ. შენ რაღაც გამოგონება ქონია, ვაჟამ მითხრა. არავითარი გამოგონება მე არ მაქვს. ყველი უთქვამს. იმ შენ ვაჟას. მერე და ვინ გითხრა რომ ვაჟა ჩემი? არა მე მინდოდა მეთქვა ჩვენს ვაჟას. ჩვენს ვაჟას. რა კარგია მინდია დღეს. ხო? დავიდე თბილისის. როდის? ახლავე. კარგი ავიდე სახლ. ედიკო მივდივარ დედა. საბადას გირის მასე. აბა, ჩქარა. სად არის პერანგი? პერანგი ჩქარა. დედა უცხო. სადა. დედა. ედიკო. ჩქარა. სად არის? აბა, ახლა ვიგებ. მომეც ჩქარა. ედიკო. დათო, თუ იცი. ილასეუნება მეზობელი. ან კატის ჭრილ ჩავაგდეთ რაშიასა. ჩვენო ვაბანავებთო. ჩვენც ვაბანავებთო, მაგრამ ასეთი ამბავი ჩვენო წურავთო. აი დათო, დავიდე. გამარჯობა ვაშკა. გამარჯოს. მე ვერ მოვდივარ. რატო? სახლში რაღაც საქმეები მაქვს. ვერ წამოვალ. რა სიზამ? რა ხანასია ჩვენ წავიდეთ ცინო, თორემ ისედაც დავაგვიანებ. რა უხიში ვინმე ამ ხანაგობას სულ არ იცის. აბა, დათოს მანძღოთ თავი დაანებ. ბოდიში, სულ დამავიწყდა რომ დათოზე მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. ვნანოფ რომ არ მოდის, რომ წამოსულიყო ალბათ გაიღიმებდით და მოწყალების თვალით გამოგხედავდით რა. ციცინო. აი ეს ცუია ციცინო. თავი დამანები, გესმის? ციცინო, ერთ ხერმა პატია რა მოხდება? თურმე სიკვდამ თავი დამანები. ჯერ გამოდრო, მოწმინებიდან გამომიყვანს. და მერე მებოდიშე. ადექი შვილო, ადექი დედა. აიღე ხელში შვილო რადიო.
კიდეც მოხვედით შვილებო. საღამოშიდევისა დედამინაზე. საღამოშიდევისა. მანანა შვილო. დიახ. ჩაიდანს მიხედე. კოდეც მოიპატიჟე. კარი. მობრძანდით კოდე მობრძანდი მადლობ დედამინადორა ძალიან გვიანაა ხვალდილით ადრე ქარხანაში უნდა წავიდე ხო გამშვიდობია შეინება შვილო გამშვიდობია გამშვიდობია არა შენთან იყოს ხვალდილად ჯერ არ უგოცნია შენთვის. დედამინადორა. მაშხი რაღა გიშლი. არაფერი. აი. გამარჯობა მანო. ამრიგად სამხანაგებო როგორც შეთავ საბოლოოდ ავტომობილი გადება თავარ კონვერის სამწ. ეხლა ეზოში გამოგზავნა. იქ განათებს ნახო. მოგზავნე. ძალიან მომეწონა. მართლა ძალიან მოგეწონა თითინო. კოტე, გამარჯობა კოტე. გამარჯობა თითინო. ანანა. გამოიცანი ვილოვა. თითინო. ვარლამალი. რაკერგი მიჭი. თენი ჩვენი ზურა კოფილა კოტე მანანა შალა ყველა. აი ჩემი ფუსელები წავიდე. იცი რა მე ახლა დაგე კარგი დათო ყოდე იცი სამშობლოს მალე დამთავრებ დაგელოდები თახში ესაწავიდეთ კარგი 20 წუთი და შაბაში იქნება ჭიშკართან დაგელოდები კარგი ძალიან კარგი მომართლა დაგვავიწყდა გვეთქვა რომ ჩვენმა ძულფასმა მეგობრებმა საზიაროთ მასკვიჩი შეიძინეს ახლა ისინი ყოველდღე ერთად მიდიან ქარხანაში და შინ ერთად ვებრუნდებიან. რა ამბავია? რა მოხდა? ამირეთ კარები.
საშვი დიდიკა ჩვენი სტუდენტები ვერ ენა ქარხანაში ცოტა დამაგინდა გავხნა ვერ გაგიშვებ არ შეიძლება მოითმინე და ისინის გამოვლენ თუ დიდიკა შენი ჭირიმე გამიში ახლა მოგამალაპარაკე გამოხდა გამიში არ შეიძლება გიძი არა ევიდიკა გამიში ახლა დაგიჭერე ხელი გიწნე შენ გეხუთუნე ჩემო ბიზიკო ახლა არ შეიძლება ბიზი აგზაულია მორჩა და გათავ გაფიქრებ საყვარელთოშვის ვარ გამიშვა ლაჟა ეს უყურე რა ტყუილები დაახალა ხმაწილო თქვენ რომელი ინსტიტუტიდან გზანდებით სასამართლო მე ინსტიტუტში ექსკურსიაზე მოვედ გამარჯობა გამარჯობათ მერე შენი ვაცა რა საქმე გაქვს მე მაგალითად ციტინო მთხოვ მოდიო და მოვედი Salva, davedi. Davedi. Modiyo. Abi, gezi. Gel. Gadi. Argat. აი, თქვენი სტუდენტებიც მოდიან. კარგად გნახებით და ჩემ. კარგად იდია. მოგეწონათ ხოლმე? ჩიჩინო, რას გაჩერებულ ხარ? გოგოებო, თქვენ წათით მიახლავე მოვა. კარგი. ბაშა? ვაჟა, შენ აქ საერთოდ? ქარხანაში ვიყავი დირექტორთან. ჩემი ზვაგაცია. მანქანის ახალი ნაწილები მაჩუქა. შენ აქ რისთვის მოსულ ხარ? ექსკურსიას მოვყევი. ო. ვისეზე? ვისა და ჩვენ? გასულ შალვას მანანას კოტეს. ყველანი აქ არიან. აქ მუშაობა. აჰა. ო, ისინი ახლა ხან წავიდნენ თუ არ? წავიდნენ? არ წავიდოდ. შუბნები რომ წავიდნენ მეთქი. მითხრეს დაგელოდებ. ჩემი თვალით ვნახე რომ წავიდნენ. სახში მიდივარ თუ გინდა წამოდი. წავედი. ჩინო. ეს რა გავიგე ქალებო დედა რათა შეესწრება კაცი რა მანდანას და კოტეს ოთახებს უაკარებს ეს სახლი უპატრონო ხوارგონი რანება ბოდიში მე თქვენ გეკითხებით რანება აქვს მითხარით არა სახლის მართლს და მილიციაში უნდა შეგაიგეთ ვერ გამიგია ვინიცაც უფლება კარები გაჭრა ალბათ მისცეს რომ გაჭრა არა ვიქარი უფლება არა არის განამდვილე მასალი ხარ თაბგოული და მასალია, ვისაც კი მოეპრიანება, ყველამ თუ თავის ნებაზე ჩახა, ეს კედლები სახლი მალე თავზე დაგვენგრება. და გავგვიტავ, დიდი ამ პატარიანას უყველა. რა მოგივიდა, გიასმე, დავაცალე ლაპარაკი. ვაცალე ბატონო, ვაცალე. რა იყო, რა? საქმე მაქვს, შეკალო, საქმე. საქმე კი არა ის არა. პასუხი უნდა მოთხოვო, პასუხი. რა სამბობ, პასუხი. სიყვარულს ლაპასუხი მოეთხოვება. მერე კოტეს სამანანას ისე უყვარს ერთი მეორე. ისე ლამაზა, რომ მართლე დალალია უნდა სასიკარები რომ გასწრას. ნუ წავიდე შეუყვარდებოდა რომ კარების გაჭრას ვესკითხა. სიყვარული. რა ჯობია სიყვარული. ეკედი თუ ხალი ხარ. სიყვარული კი არა სახლის ვენგრება თავზე. ნიკოლაძე წერეთელი მაგაზე ჯარჯავაძე ცეკვა თუა სოგონაძე მაგრაძე ლოლაძე ჩიმაკაძე წერეთელი კვა კოტე ჩამოდი იცი ვინ დაგვავიწყდა ვინ ჯიავთანდი რომელი ავთანდი ჩუმა აი
ცილებლად უნდა დავპატიჟოთ. რა იყო თამარ? კიდევ რაღაც საშინება ტრიალებს ჩვენს თავზე რა? შვილი მეღუპება. შვილი მეღუპება. ალბათ თავში სიცხე თუ აუარდა. არა, რა დროს ხუმრობა? კაცი ხარ და მოელაპარაკე, იქნებ შენი მაინც გაიგონი. ასე. როცა ერთი შვილი ყავს, მუდამ მასზე გელანდება ყოველგვარი საშინელება. რა მოხდა? რა იყოს თქვი? რა უბედურება? ისერი ხომ არ მოიდეხა. ვინმე ხომ არ უყვარს. უყვარს. ვინ? დიდი ხანია ვატყობ რომ უყვარს. ვინ ქალო? ვინ და მგონი ციცინო. ოჰო. ციცინო ჩინებული გოგოა. ხო ჩაღდათო არა სულ მებგავს. გიორგი. ვიცი. ცოტა თავნება, იჟიცა. მაგრამ არაფერია, დრო გაივლის და დადოხდება. არ ჩენი ყავი დედადალაგებული. გახსოვს როგორ მაწვალებ. მესულელი დილდას საღამომდე გამოშტერებული დავდივით. მაგრამ ისიც ხომ გახსოვს. როგორ მოგარჯულე. აი ჩენი ბიჭით ასე მოიქცევა. დათოს მაგიშნო იმის. როგორ თუ იმისა, გალა ჩემი შვილი არაა სულ მებგავს. არა გიორგი. დათო შენი შვილი არა. აბა ვის შვილია კალო? დედაკაცო. ებასუხევის შვილია. გაჩუმდი კაცო, სიცულელეს თავი დაანებო. ვისი შვილია და ჩემი? დათო შენ თავით გიჟი კი არა. სულ ჩემი ხასიათია. ჭკვიანია, დაკვირვებული, მაგრამ ხათრიანია საცოდავი. ბევრ ზარდობს და ეზაღუპა. თვითონ რას დარწოს? ვინ უშლის ხელს? ხო. ვინ და ვაჟა? ვაჟა? ხო, ვაჟა. ჩვენი მომღერლის შვილი რომა. ის კი არა მგონი, ციცინოსაც უნდა მოსწონდეს. ციცინო? რა გინდა რა? ციცინო. მაინც ვერ გამიგიხეს რა უნდა გიშილდეს. პატარები ხომ არ ვართ, ყველაფერი ბებიებს ვკითხოთ. ჩიმიანები თანახმარიან. დედამიწა რაც გინდა ისქენიო. მამამ ჯანდაბა მისაც გაქონიო. თუმცა მამას ვინ ეკითხება? რა სულელო ბიჭო? ჯერეთიმე გათხოვება სულაც არ მიფიქრია. მეორე? რა მეორეც თქვი? ყველაფერს მომათქმევინე, სწორედ? თორემ რა? რა და გიჩემნი გაჩუმდე.
ვიცი არ გიყვარ. თუ იცი აბა რაღაც დამდე. მე შენი გულისთვის სწავლას თავი დავანებ. 2 წელი დავკარგე. ჩემი გულისთვის? შენი გულისთვის. შენ დღეს ხუმრობის ხასიათზე ხარ. აი? ესე ჩეთ. ვითომ არ იცი? ლანდი ვითაგდა. მთელი მეზობლები დამცინის, მე მეტი აღარ შემიძლია. მე რას დამდა? ვინ გეხვეწება? შენ მზარმაცი და უქნარა იყო, ჩემი ბრალია? როგორ არ აქცხვენია? თავი დამანე. იმას მოვკლავ. ვის? ვის მოკლავ? ვის და ჩინახლა გაიფიქრე. არ ჩენ გაცოცხლე. უშტოს მიუბრიები გესმის? ფელი გამიში. გამიში. ვისე გაიფიქრა ციცინა. ვინ არის ის ბედნიერი? Kas მიყურებ? ფერმიცანი? აშ თითინოს მოკლასაგირებ არა? რადგან ჩუმებულ ხარ? რასულელი ყოფილიყარ. შენ გეგონა მე შენი მოკლა მინდოდა. ეს ისე თქვი, ციცინა შესაშინებლად. ჩემი მოკლა? შენ ამას შევძი ამბობდი? დაიწყე ხა ისე თავიდან. ხო გითხარი ისე თქვი მეთქი. ვაჟა! ჩემ მოკლას აპირებდი, ჩემ მოკლას ვაჟა. გაგიშდა?
იგი ვაჟა ჩემზე ემუქრებოდა ციცინოს ჩემი მოკლედ აღშინებდა ესე იგი ციცინოს მე შეუძლებელია იმიტომ რომ ციცინოს უყვარს და ვინ უყვარს ვინ მე არ შეუძლებელია მაგრამ ასე რომ არ იყოს ვაჟა ჩემს მოკვლას რატომ დააპირებდა ციცინოს ჩემი მოკლით რატომ დაემუქრებოდა რა ბედნიერება უყვარვა მანანასთა კოდეს ქორწილია. რა თქმა უნდა, 127 კაცის დაპატიჟება არ მოხერხდა. სურვილი სურვილად დარჩა. მეფე დედოფალი თავისი მაყრებით თავისუფლად მოთავსდნენ ორ მსუბუქ მანქანაში. სულაფერის ბაროვიჩი არ დაპატიჟეს, ხო? არ შეეძლო ვერ დაპატიჟეს. დედა, რა თავის მოჭრა? სირცხვირით აღარ ვიცი სადევიმად. შენ მაინც რატომ არ ურჩიე გამოცდილი ხალი ხარ? ვაფშე მარა იციან კაცის ყადრი და პატივისცემა. რას ერთი შეკალო? როგორც შეძლოთ ისე მოიქცენ. ოჰოჰოჰოჰო, ვაი სირცვილო. თქვენ არ გეგონოთ რომ ესენი ჩხუბობენ? არა, კამათობენ, გეგმებს ატყობენ თუ როგორ შეეგებონ ეზოში მეფე დედოფალს თავისი მაყრებით. სახიობი თაბაგარი საცხოვრობს. სახიობი თაბაგარი, ბატონო, აგერ ცხოვრობს მეოთხე სართულზე, დამოხდა შენი ჭირი. ეკინო მითხარი, დამოხდა კაცო, ხალხი არ ხართ. მითხარით, კაცო, მითხარით. ცუდათა, გული აქვს, ცუდად, გული. დედა, თაბაგარი, საქმე ცუდად ყოფილა, დედა. იმ უბედურის გული თუნდე პეცეკია.
მე მოკალი. ჩემი ბრალი. ბაჟო. არა გწყვეტი ბიჭო. დავაშკაცია რა. ბაჟო. დედას მიხედე. ცოდო. უბრალო მაგალითია. შენ ხომ იგივე მაგალითი გქონდა? დიახ, იგივე. ხო, მაშ გაიგეთ რა. კარგი, დავა თქვენი. შემოდი ეზოში. შემოდი ეზოში მეკიდე. ტიტინო. ვაი, ჩემი კუდრაჭები. იცით მე თქვენთვის რა მაქვს? რა. მოიცათ ახლა. ეს შენ. მადლობა. შენ მოხდე კონფეტი? მოდი მაგალითი. ტიტინო, როგორ გძანდებით, დეიდა თამა? კარგად, ჩემო მშვენიერო. შენ რა? ახალი კაბა გაცვია? რა გძანდებ, დეიდა თამა, ორი თვია ამ კაბას ვატარე. მე კი პირველად ხედავ. ამოდი, ზევი. მინდა ვნახო, როგორი შეკერილია. ახლა. ვინ არის? უკაცრავად, კოტე გურგენიძე აქ ცხოვრობ. დიახ. მანანა. გამიში კოტე. გამიში. არ გაგიშებ. გამიში. არ გაგიშებ, არ გაგიშებ. აი, ვაიმე. რაი? რა მოგივიდა მანანა? რა მოხდა? ხომ რა ფერით კი? მანანა, რა მოხდა? რაი? მანანა. მანანა, გამიგონე, რა მოხდა? მანანა. რა იყო? რა მოგივი? ხომ არ ფერი გერდი? რა მოხდა? უკვე 12 საათია. სენგი არც პირი დაგიფანია. არც გაფარსო. იმედის მაინც აკრიფე. ახლა მანა. Banana. Vaja. შემოდი, მანანა, ვაჟა მოვიდა. ვაჟა? შემოდი. შემოდი, ვაჟა. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. მოდი. მოდი. სადა ხარ? სადა იკარ? სოფელში ვიყავი პაპასთან. სხვა როგორ ახარ? როგორ ცხოვრობ? ცხოვრობ არავის. აიღე პაპიდოს. აღარ ვეწევი. ინსტიტუტში ხომ არ ადირებ, ვაჟა? ინსტიტუტში არა. ატესტატი მაინდა. მუშაობა ხომ არ დაგიწყდი? მუშაობა? მუშაობა.
კოდე. გონი, დროდროს გაწუხებთ. არა, რას ამბობ, ვაჟა? სხვა დროს შემოვიდე, არა ვშოს. მოიცა, ვაჟა. მე ახლა მოვა. კარგი. ხომ არაფერი გიჭირს, ვაჟა? უნდა დამეხმარო, კოდე. რამდენი გინდა? ფულისთვის არ მოსულვარ, კოდე. ქარხანაში უნდა მომაწყო. ბეჯითად ვიმუშავებ. არ შეგარცხვენ. დათო, აი მამა შენი სპორტფელი. შენი საჩუქარი იყო. დედა. ჩემი ჩემოდანი სად არის? დღეს ციცინო იყო ჩვენთან. ხო და იმას ვაჩუქე. აი შეხედე. როგორი დახეული ჩემოდანი ქონდა საწყალ გოგონას. ამას ახლავე გადავაგდებ. დედა. გვერდო რა თუ არ მომწვა მე შეხედეთ ცინო სადასტულა რა უნდა ახლა საკურავზე მაგთხა ანტენას უნდა კეთებდეს რასაცი ანტენა ცინო ჩამოდი გოგო არ ჩამოვარდე თუ გეშინია დეიდა ვასაცი არ გასმოვარდები ვაიდერა ო, ვაპირე. და მე ის ანტენა თქვენი არ არის? ჩვენი ანტენა. უნდა გამოვცალო. ხო. შენ ანტენას აკეთებ? უკვე დავამახი, ახლა მარხული უნდა ჩაუშვა. დათო! ისი რა ამაზი აქედა ჩვენი ეზო, მოდი ნახეთ. ახლა? მოდი ნახეთ. მართლა რა კარგია ჩვენი ეზო ზემოდან. ხოსტარი ხოს. გახსოვს მე რომ ბურთი წაკარდი, გახსოვს? აგერი ციცინო ციცინო შემეშინდა? არა ციცინო დათო კარგია ხო?